მარეგულირებელი. შეიძლება ამან ცოტა რაღაცა შალოს ხელი იმის სწორად აღქმაში, მაგრამ ეხლა გავიგოთ, რომ მარეგულირებელი არასწორია და უნდა იყოს მომრეგულირებელი. კარგი. ეხლა აქ არის ერთი განსაკუთრებული პოზიცია, როდესაც ხელი აქვს აწეული ზემოთ, აი, გზაჯვარედინია, თუ მომრეგულირებელს აწეული აქვს ხელი ზემოთ, აჩერებს ყველა მიმართულებას, მარცხნიდან, მარჯვნიდან, უკნიდან და ყველა. ესე იგი, ზემოთ ხელის აწევა ნიშნავს ჩერდება ყველა და ყველაფერი. ყველაში ნაგულისხმებია, ესე იგი, ქვეითად მოსიარულე, ყველაფერში იგულისხმება სპეციალური ტრანსპორტით, ყურადღებით, ჩემო კარგო, თუ ხელი აწია ზემოთ, ჩერდება პოლიციის მანქანაც, სასტრაფოს მანქანაც და სახანძროს მანქანაც. აწია ხელი, ყველა ქვავდება ადგილზე, დამთავრდა. გამიგე? ამიტომ დღეს თანამედროვე მსოფლიოში ამ მომრეგულირებელს, ამ ჟესტს იყენებენ პირველი პირების გასაცილებლად. მაგალითად, მიდის პრემიერ-მინისტრი, უნდა გაატაროს პრემიერ-მინისტრის კორტეჟი, დგას ეს კაცი ხელებაწეული და შენ, მე, ჩვენ, სასტრაფო, სახანძრო და პოლიციაც გაჩერებულია, მარტო შეუძლია გაიაროს სახელმწიფოს პირველმა პირმა და მისმა სტუმრებმა. გავიგეთ. ამ ერთი პოზიციის გარდა, დანარჩენი ხელი როგორც არ უნდა ქონდეს გამოწვდილი, როგორც არ უნდა ქონდეს გამოწვდილი, როგორც არ უნდა იდგეს შენთან, ორი პოზიცია, ანუ ორი ქუჩა მოძრაობს, ორ ქუჩას აჩერებს. აიგე რა არის საინტერესო. ესე იგი, თუ ხელი არ აქვს ზემოთ აწეული, სხვა შემთხვევებში, რასაც ახლა ჩვენ აქ ვნახავთ, ყველა ვარიანტში ამისი ხელის, ესე იგი, ჟესტიკულაცია ყოველთვის ორ ქუჩას აჩერებს, ორ ქუჩას უშვებს. ეხლა ჩვენ ამას ნახავთ აქ. ნახოთ რა იქნება.